იქნები. ხო, აბა რა, ფეხს არ მოვიცვლი მე აქედან. კაი, მიდი. მიყვარ ხარ? ნიკა, რამდენი ხანი არ მინახი ხარ? ვაიმე, როგორ მომენატრე? მეც დაშვები როგორ ხარ? კარგად, შენ რა შვები? რავი, მუშაობდა ვარ. კარგია მერე. აქ ხარ? არა, აქ არა, ლესელიძეზე ვარ, მაგრამ დღეს რაღაც ინგლისურის ტესტირება გვაქვს და კურატორი ვარ. შენ აწყობ ამ ტესტირებას? არა, მე რას ვაწყობ, უბრალოდ ბრიტანელი დონორების წარმომადგენლობაში მუშაობ და ისინი აწყობენ ხოლმე ყოველწლიურ კონკურსს მოსწავლეებისთვის და შენ რატო ხარ აქ? მე ერთ-ერთი მოსწავლე მოვიყვანე. ანუ ეხა არ მითხრა, რომ შენი ბავშვი ამხელა, რომ ინგლისურის კონკურსზე მოიყო. ვაიმე, ჭკვიანი გოგონა, ხო? ნუ რა გითხრა, ხა მე ობიექტური ვერ ვიქნები, ფაქტია. ინგლისური კარგად იცის? ნორმალურად, ყოველ შემთხვევაში მასწავლებელმა გვირჩია მონაწილეობა მიგვეღო ამ ტესტირებაში. და ვისთან დაგყავს? შეიძლება იცოდე, მერიკო ქვია, გვარი არ მახსოვს. არ გინდა გვარი ვიცი მერიკო, უმაგრესი გოგოა, მაგან თუ ბავშვი კონკურსზე გაიყვანა, ესე იგი ძალიან მაგარია. ბოლოს ამი წელია სულ მაგის ბავშვები იგებენ. მართლა? ძალიან მაგრად მომზადებული ბავშვები ყავს და მე მგონი წელს კომისიაშიც ეგ არის, ხო? ეგ არ ვიცი. ძალიან მინდა შენთან ჭორაობა, მაგრამ ახლა უნდა გავიქცე. მიდი, ძალიან გამიხარდა რომ ნახე. ჩემი ნომერი ხო გამოჩნდი? მოიცა არ მაქვს, მაგრამ მოიცა. ეს ჩემი საკონტაქტოა. მოკლედ, ზარი გამომიშვი და შესრომას ჩავიძე. აუცილებლად, ძალიან გამიხარდა შენ ნახვა. კარგად. მოფრინდი? შენ რომ მითხარი სასტრაფო საქმე მაქვს, გამოვიქეცი რა. და ის რამე უნატრებოდი არ შეიძლება? მაინდა მეც რამე უნდა ხდებოდეს? ანუ მოგენატრე? თან ძალიან. ვა. რო ჩამოვждე შეიძლება? წამ. რატო გიგიკვირდა? შენ გონია პირველად მომენატრე? მართლა? სუმენატრები. მართლა? თან ძალიან. მაგარია. მეც? ხა შეიძლება. მაგრამ დამიჯერა მე უფრო. სულ მაინტერესებს სად ხარ, რას აკეთებ? რავი, სამსახურში ვიყავი და იქიდან მოვედი რა. ძალიან ჩურჩუტი ხარ. მაგრამ მაინც გიждები შენზე. მე მგონი ვეღარ ვცლებო შენეთ. მე რა პრობლემა არის, რა ვიცი, როცა მეტყვი იმ წამსვე აქ გავჩდები. ხა და არა. მე მგონი დრო რა სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ანუ? მე კი არ უნდა გირეკო, რომ ჩემთან მოხვიდა. შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდა ჩემთან. რაცა მოგინდა. მაგარია. მაგარი ხარ შენ. წყალი შეიძლება? ჯერ არა. ეხლა რომ იჩხეს ცუდად დაწერე. არ გეტყვის და შენ ხო იცი რომ კარგად დაწერე. მაგრამ მე ბავშვი ვარ და შეიძლება ვწდები. შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი ბავშვი. აი ნახო, მერიკოც იგივეს გეტყვის. აი, მოვიდა ჩემი ჭკვიანი გოგო, მოდით. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ დაწერე? დაჯექი და გეტყვი. მარი ყავას ყვარდალა. არა, დიდი მადლობა, დღეს ბევრი დავლიე უკვე. კარგი, მაშინ არც მე დავლევ და პირდაპირ საქმეზე გადავა. აი მე როგორ მივიღო. ჩემო საყვარელო, შენ ხარ ოქროს გოგო. იცი როგორ გამახარე, საუკეთესო იყავი. ვაიმე, რა მაგარია დე. ანუ ეგრეს ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ სასაკობრივ ჯგუფში ფინალში ხარ.
შენ საუკეთესო მეგობართან ერთად. აუ რა მაგარია, კატო ჩემთან ერთად არის? კი, და წარმოიდგინე როგორი ამაყი ვარ. 2 ფინალისტი და ორივე ჩემი მოსწავლე. თუმცა უნდა გითხრა, რომ შენ ბევრად მაღალი ქულები აიღე ვიდრე კატო. მე არა უშავს თავია ფინალშია. კი, მართალი ხარ. ისე კატოც უნდა მოსულიყო, მაგრამ რაღაცა მაგდან ვერ მოახერხა მოყვანა. ой ნეტა ეთქვა და გავივლიდი. არა, თვითონ მაგდასაც უნდა დამოსვლა. მოკლედ, რაღაც წიგნი მინდა გირჩიოთ, რომელიც ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი. დღეს რომ გადახედონ, ხო, ბავშვებმა, მაგიტო დავიბარე ორივე მშობლებთან ერთად, მაგრამ ნუ არა უშავს, ისინი მერე მოვლენ. მითხეთ და ყველაფერს დავკითხავ. მე რა საყვარელია ეს ბავშვი მაგიჟებს. მეც. კარგი, დაგიწერ და გადახედე. მერე გეტყვი რას მიაქცია ყურადღება, კაი? და კატოს მეუთხა თუ თქვენ ტყვით. არა, მე ვეტყვი. თუმცა მოდი პირდაპირ თქვათ, რომ კატოს ბევრად ნაკლები შანსი აქვს ვიდრე შენ. მაგრამ არა უშავს, შემდეგ წელსაც იქნება ეს კონკურსი და მერე კიდე ცდის. მოეწყინება. სამაგიეროდ ის გაუხარდება შენ რომ გაიმარჯვებ. კი, ძალიან დამეგობრდნენ და უყვართ ერთმანეთი. ვაი მე ხო და ისე მიხარია, იმიტომ რომ გიждები ორივეზე. დაგიწერთ ახლა ციგნის სახელს. What am I going to spell it out? Yes. In Steve's? Whatever we decide to call it, yeah. გიორგი, შენ ხარ? ჩემ გარდა ვინმე აქვს კიდევ გასაღები. ოკაი. მოიცა ავდგები. იძახი რაღაცეები მოვიტანე, ამოვალაგებ და მოვალ. რა მოიტანე? უნდა ავდგე მაინც. რა ამბავია? მე მეგონა სახლში ყველაფერი ქონდა. ანანასი. ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მე განსაკუთრებული რაღაცეები მოვიტანე. ანუ? მოდი რამე მევხედოთ. მოკლედ, ჩემ პარტნიორი ხო იცი ფრანგი, სერჟი. კი. ზუმში ველაპარაკე ამასინათ რაღაც საქმეზე და ახსენა რომ მეუღლე არის გინეკოლოგი. მე იმ ხალხსაც ველაპარაკე, სხვათა შორის ძალიან გაიქალია. მითხრა რომ კვებას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. რაც მირჩია, ყველაფერი მოვიტანე. რაღა შენ და რაღა დედა ჩემი. სხვათა შორის ქალბატონი ქეთევანი რადო დაგვეკარგა. დაიკარგა? ნუ ის არ გამოჩენილა კარგი ხანია. ის რაღაც პრობლემები ქონდა, მაგას ხო სამკაულების საიტი აქვს და იმ საიტმა გაჭედა და აურია თუ რაღაცა. ვერ მითხარი, მე ჩემ საიტის ვეტყოდი და რაღაცას მოუგვარებდი. არა, დღეს ველაპარაკე და ყველაფერი კარგად არის, მოუგვარებიათ. დამიწყო 2 საათი ველაპარაკება და ეს უნდა შევჭამო, ეს უნდა დავლიო, მაგას 8 თვე რა გაუძლე. 8 თვე არა, უკვე 7 თვე და 2 კვირა. დათვლილი გაქვს? მაგრამ მე მარტო მაგაზე ვფიქრობ. და უკაცრავად კიდევ ემაზე როგორ მეყვარს. ცა. კარგი რა, თაკორა. ესეც ორსულად არის. და გამიჭირა საქმე ბურღავს, რა უნდა შევჭამო და გინდა ყავა მოგიტანა? არა, ყავა იყავი რა, არ წახვიდი არსად. რა საყვარელი ხარ. იმდახანს ვიქნები შენთან რა ბოლო შეიძლება მოგბეზრდეს. არ არსებობს, აი შენ რანაირად უნდა მომბეზნედო. რა ვიცი, ყველაფერი ხდება. არა, აი მაგის გარანტიას მოგცემ, რომ აი არ არსებობს რა. რა ვიცი. რა მოხდა? არაფერი ისა. როგორ ესე არაფრის გამო მოიწყინე? არ მინდა რა ჩემი პრობლემები მოგახვია თავს. აი მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. შენი პრობლემები არის ჩემი პრობლემები. და მორჩა რა. ეხლა მითხარი, აბა რა ხდება? სამსახურიდან გამომიშვეს. აი და მაგის გამო ხარ მოწყენილი? აი რა დაისვენებ რა. რა პრობლემა არის? ნეტა მართლა ეგრე იყოს. აბა რა პრობლემაა? გაგიჟდი? ფული ხომ ჭირდება? მე მიაქარვა. აი მაგაზე როგორ შეიძლება ინერვიულო რა. რა ეგრე არ გამოვა, ყველაფერზე შენთან ვერ ვირბენ. არა, სირბილი არ იქნება საჭირო. ნუ შენ ანგარიშის ნომერს მომცემ და ყოველ თვე იმდეს ჩაგირიცხავ, რომ ძალიან კარგად გეყოფა რა. აუ ეხა მართლა ვიტირებ. ეს ხო ჯერ ეს პინა გამოვიტირა.
თუ ბინა რატო? და ფული თუ არ მექნება, როგორ გადავიხდე ქირას? თან ისე მივეჩვე და ისე მიყვარს ეს ბინა. გადაჩვევა არ იქნება საჭირო. ხო გითხარი? არაფერზე არ ენერვია. აუ, რამდენი მადლობა უნდა გითხრა? მადლობა არ არის საჭირო. უბრალოდ ჩავეხუტე. აუ ელენე რა გახარებულია მამიკოს გოგო. აბა თა როგორ ნერვიულობდა. ისე რა მაგრამ მოკაჩა ეს ინგლისური და ეგრევე ფინალში გაიჭიტაზე ხარ? ნიჭიერია დედას გავს. შეგედავები მაგაში. რა საკეთებში? ნიკამ დამერეკა წეღან. გერმანიიდან მომწადესან, დედას ოპერაცია კვირის ბოლოს დანიშნულია და გადარეულია. მოიც მე კარგი არ არის? კარგია, მაგრამ ეს რას ნიშნავს, ვიცი რომ მაქსიმუმ ზეგ უნდა ვიყოთ გერმანიაში. ხო და მე რა გინდა აქ არ ვარ, მეც მოგეხმარები რა არის საჭირო, მითხარი გამოუშვა. ხო, შენ გარეშე მართლობები ისაა რა. აი, ანუ რა საკეთებ ახლა ბილეთებს ეძებ? ხო, ნიკამ გამომიგზავნა რაღაც იაფი ბილეთების საიტი. და მგონი ვიპოვე, მაგრამ არ იჯავშნება. და პირდაპირ ვერ ვიდით? არა, ნიკას პასუხს ველოდები. იქნა როდის გამოფრინდება, როდისთვის ავიღო. მოყვებათ? ხო. ხატაო, რა, აუ, ტიპი რა ჯიგარია, პროსტა, ანუ რავი, საყოლს მაგ რა. ოქრო, ამართლა მაგის გარეშე არ ვიცი რა მეშველება. და იქაც რომ რაღაცებს ყველაფერს ხოდავს და ალაგებს რასაც უნდა. ანუ ძალიან ჯიგარია მართლა რა. ხო. საყოლ მაგრა გამისწორდა რა. ო, შენ მინდა რაღაც გთხოვა. ელენეს წაიყვან გამოცდაზე? რას ვიზო? ხო, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს რა. დედა ჩემის ბარათიდან უნდა გადავრითხო ფული გერმანიაში 30% ოპერაციის. მე მივდივარ სადმე ტურისტულში რომ დავჯავშნე რამე იაფინს სტუმრო. 1000 საქმე მაქვს. ეგ ყველაფერი რომ მეგავაკეთა? ხო, რა იყო? ვერ ვიზამ? არა, კი, ჩემზე უკეთია, მაგრამ ხოიც როც რომ მორწმუნე არ ვარ რა, მაგრამ წინაზე ელენეს შენ რო გაყევი, აგერ გავიდა ფინალში. და დღესაც შენ გაყევი რა. ხო, კაიმეში დედა ჩემის ბარათს მოგცემ, არ მახსოვს ზუსტად რამდენი საჭიროა გადარიცხე. ხო, რავი, ხო მეტყვია რაც იქნება საჭირო და იმდენს ვიზავნა. ჩეკს მოვიდა. მაიმუნი ხარა. მიდი აბა. ეს რაღაცა გაიჩიტა, ხო მე. გვპირდები რომ დღეიდან გუშენოთ არც არაფერს მოვიმოქმედებ და არც არავითარ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, შევრიგდეთ რა. მარიამთან დაკავშირებით მინდა შენთან ლაპარაკი. კიდე რამე ჭირს? ვაკვირდები სხვის ბავშვებს. სულ ფიქრობ, როგორი მამა ვიქნებოდი ჩემს შვილებს როგორ ვათამაშებდი აქ. რა ვიცი, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ой, რატო რა მოხდა?